ადამიანთა შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საშუალება. გამოდის, რომ ბიბლიაში შესაქმე იწყება ენის დაბადებით, რადგანაც ენა მამული საწყისია. ნათელი მოიღო ქრისტე იშვა, ესე იგი ენა იშვა. რომელი ენა? საღვთისმეტყველო. რადგანაც ამ ენაზე საუბრობდა ღმერთი. და ეს ენა სრულად იცის ერთმა, სული წმიდა, ანუ მისმა თანამონაწილემ, ვინც შესაქმეში იღებდა მონაწილეობას. მეორემ კი ეს მიიღო გენეტიკურად, ანუ დაბადებითვე იცის მშობლიური, როგორც მშობლიური ენა, ისე არის მისთვის აი ეს ენა. პირველი შესაქმე ვიცით, 6 დღე და 7 დღეს დაისვენა. მეორე არის ადამის შექმნა სამოთხეში. ადამიანსაც ელაპარაკება, შემოდის ღმერთი და ადამიანსაც ესაუბრება. რა ენაზე ესაუბრება? რა თქმა უნდა, თავის ენაზე. მაშასადამე ადამიანმაც იცის ღმერთის ენა. კიდევ როდის ელაპარაკება ღმერთი და ვის ელაპარაკება? ელაპარაკება აბრაამს მაგალითად, ელაპარაკება მოსეს, ნოეს დაელაპარაკა. ღმერთთან დადიოდა ნოე. ღმერთს ელაპარაკებოდა ნოე. რა ენაზე? რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო ენაზე. გამოდის, რომ ბოლოსთვის დაელაპარაკა ამ ენაზე? ნოეს. რატომ ნოეს? ნოეს შემდეგ? აი სამ მოსეს გურმებს ელაპარაკებოდა და კიდევ დაელაპარაკა ბოლოს ღვთის ენაზე, ელაპარაკა ქრისტემ, ჯვარცმულმა ქრისტემ. მამას ბოლოს დაელაპარაკა მაშასადამე. რა ენა ყოფილა და რისთვის ყოფილა ეს ენა? ვის ეძლევა ეს ენა? მოდი გავიხსენოთ ახლა ილია ჭავჭავაძე. პოეტი. ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა. სხვა მისია ამ ენას არ ქონია. აბაღდა რას ამბობს ვაჟა? თას ვიყავ, მწერვალზე ვიდეგ, თვალწინ მეფია ქვეყანა, გულზედ მესვენა მზე მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთან. რას ლაპარაკობდა? რაზე საუბრობს კაცი და ღმერთი, მამა და ძე? მხოლოდ ერთზე, ხალხს გაუძღვეს წინ. ტირას ცრემლი მოწმინდოს, დაჩაგრული ფეხზე წამოაყენოს, დაცემული ფეხზე წამოაყენოს და აღადგინოს. მეტი სხვა დანიშნულება ამ ენას არ ქონია. მაშასადამე პირველ ყოვლისა ენა, მეორე შემთხვევაში უკვე ხელოვნება არის ის იარაღი, რამაც ადამიანის დაცემული ბუნება უნდა აღადგინოს, ანუ გააკეთილშობილოს. აი როგორ უკუღმაა დღეს ყველაფერი. როგორ უკუღმაა შემოbrunებული. იმის მაგირად, რომ ხელოვნების მუშაკმა ადამიანებს სიხარული მოგვაროს, ზნელობრივად ამაღლოს და გააკეთილშობილოს, რას აკეთებენ, რას ასხამენ ხოტბას, რას ასხამენ ხორცს და რას უქადაგებენ. არის თუ არა ეს ღვთის გმობა, ღვთის პირიდან გადავარდნა არის. და მერე გაუკვირდება ვიღაცას, რატომ გჯის ღმერთი? პირველ რიგში ამისთვის, რომ შენ არ იყენებ ამ უნიშნულოვანეს იარაღს დანიშნულებისამებრ. და ვინცაც ეს მოეთხოვებოდა, ვინც ეს შესანიშნავად იცოდა, ის საერთოდ აღარ არის ამ ქვეყნად. ყოველ შემთხვევაში ასე გონია ბევრს, რომ ის მოდგმა გადააშენეს. ვინ იყვნენ ესენი? წინასწარმეტყველნი. აბა რა დამართეს წინასწარმეტყველებს ბიბლიაში? და ვინ იყო ბოლო წინასწარმეტყველი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? ქრისტე. იოანე ნათლისმცემელს თავი მოაჭრეს საერთოდ. ენა დაუდუმეს. ხოლო ქრისტეს დაბადებიდანვე ცდილეს როგორმე რომ მოეშორებინათ და აი ბოლოს მიაღწიეს მიზანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ისეთი ენაა ესა თვით ღმერთისაგან შობილი, რომ მას გარდაცვალება და ესა მას სიკვდილი არ უწევია. გარდაცვალება კი ბატონო, ის მარადჟამლად იწვება.
როგორც ღმერთს აქვს უამრავი სახელი, მირიად სახელიანი არის ღმერთი, აი ისე არის ეს ენაც, მისგან შობილი ენაც, ძალიან ბევრი სახელი აქვს და ვინც ეს ენა შვილივით ატარა გულით და სიყვარულით, იმისი სახელიც არის უამრავი. ამიტომაც ჩვენ გვიჭირს ბიბლიაშიდაც ჩვენი მოდგმის კვალის განახვა და აი ესე სამყაროში სად გაქრა, თუ მართლა ჩვენ ვიყავით ეს პირველები, ვინც ეს ენა მივიღეთ და შევითვისეთ და ვატარეთ გულით, სად გაქრა ეს კვალი? ამ ენის კულტურული კვალი სად გაქრა? სად არაჩას. და ვიწერს ახლა დაბრუნება იმ სათავესთან, საწესთან, სიტყვაში უნდა მოვძებნოთ. ეს კვალი სიტყვაში ჩანს. და თუ ჩვენ ვართ ის პირველები, და თუ ჩვენ მართლა დედა და მამა მზედამთვარე ყავდა, მაშინ ამ სახელებში, დედისა და მამის სახელებში უნდა ჩანდეს ეს. აუცილებლად უნდა აღმოვაჩინოთ. მოდი, გავიხსენოთ. მზე თავისთავად, ასომთავრული მზე. მთვარე თავისთავად. თოვარე ერქვა მას. მაგრამ ჩვენ ქართულად რას უწოდებთ ჩვენს მშობლებს? დედას და მამას. ასია ხო? ისევ ჰემატრია. 13 და 40, იგივე 4-ია. 13, 40, იგივე 4-ია. 4, 13, 40, იგივე 4-ია. მაშინ 4, 4, 4, 4. დედა მამაც და მზეც და მთვარეც. და საწყისი ასოებისა გახლავთ ზუსტად ერთად, ანუ ასომთავარი. ჩვენი დედ-მამა ზუსტად ანალოგი ყოფილა იმ ენით, ზუსტად ყოფილა ემთხვევა. ახლა დედამიწის ზურგზე დღევანდელ ენებში დამისახელეთ, თქვენ უამრავი ენა იცით, ყველაზე ცნობილი ენები იცით, დამისახელეთ ერი, რომელიც თავის მშობელს უწოდებს დედას და მამას. თქვენ ახლა მეტყვით, კი ბატონო, მამა ეს არის ინდოევროპულ ენებში, მაგრამ არის არა დედა, ისა არა მამა, რომელსაც ჩვენ მამაკაცი კი არ არის დედა, დედაკაცი. რამ შეცვალა? რატო შებრუნდა ასე? კარგი, ამას ცოტა მოგვიანებით. ახლა თუ მოვიძიებთ მთელ სამყაროში, აღმოჩნდება, რომ 3 შტო ქართული ენისა, ქართული, მეგრული, მეგრულ-ჭანური, ზანური და სვანური. ჩვენ 3 ვართ. ამაზე ახლობელი ჩვენს კულტურულ არეალში არც ერთი სხვა ტომი არ არის. დანარჩენები ჩვენი მონათესავენი არიან, მაგრამ ჩვენ ერთი ფუძისანი ვართ. თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს მათი მშობლების სახელიც ზუსტად დღემდე რაც მოვიდა. და აი ამბობს მეგრელი დია, იგივე დიდა. დიდა. სვანი რას ამბობს? დედა. მე არ მომიგონია, როცა მე მათ ვკითხე, რომ რა ქვია დედას, მათ მithwes ნანა. მაგრამ მათი ფოლკლორის სხვა რაღაცას გვეუბნება. გაიხსენეთ, როგორ ამბობს ამ ლექს ზედედაა ჩემი, როგორ ამბობს მეგრელი. ბჟა დიდა ჩქიმი. ესა თუთა მომა ჩქიმი. თუთა მთვარე. ხოლო მომა ყოფილა მამა. ამას რას უყურებთ? იქეთ რა იცვლება? თავს უყურეთ, თავს. მამა, დედა. ой დედეშ მირანგულა ღერის ყნესის სვანი. დედეშ. რა ქვია მეთქი დედას? ნენაო, ნანაო უბრალოდ. ეს რას ნიშნავს? დედას ნიშნავს. ესე იგი
ეთოსმა შემოინახა. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის? ხომ შემოინახა. ხო ნამდვილად ვიცით რომ ისინიც აი ასე უწოდებდნენ დედა მამას იგივე მუმა არაო ბაბა ქვია მუმა ქვია მუმას ამბობენ ერთი სიტყვით ერთი არეალის ერთი კულტურული არეალის მონათესავე ხალხი ეს ყოფილვართ დანარჩენი დედამიწის ზურგზე არავინ არ გვენათესავება ამ კუთხით